Ben de gider karını şikayet ederim. Otur. Dacikim. Otur. მე რატომდა წამოვიდე? წადიდე იმ გოგოს ხელი ითხოვე, ამ საგიჟეთში მე რას ვაკეთებ? ხოდები მაინც როგორ მინდა უშენო წასვლა. 2 წუთი მაინც დავისვენებდი შენგან. 2 წუთი მაინც. არა ასე არ გამოვა. ისე მოიქეცით, თითქოს მოსიყვარულე ცოლ-ქმარი ხართ. როგორც ჟურნალში. სამაგალითო წყილი. ძმაო, მე შენ გითხარი. ეს საშინელი იდეაა მეთქი. ჩვენგან წყილი არ დადგება, გამორიცხულია. პატარა შანსი მაინც გვექნებოდა მარტო რომ წამოსულიყავი, მაგრამ ეს რა რამე გამოსავალს იპოვის და მაინც შეგვიშლის ხელს. ეს ზუსტად ვიცი. აი ნახავ. რადგან ეს გოგო ვერაფერში ვერ ერკვევა. ძმაო უსუფ, ოზანში დარწმუნებული ხარ? რადგან არ მგონია ვინც ოზანს გაიცნობს, გოგო გამოგაყოლოს. თუ მცირე შანსი მაინც გქონდა, ახლა ესეც დაკარგე. მომისმენთ, ხომ ვილაპარაკეთ. თხოვთ, თქვენი როლები შეასრულეთ. ძმა ოზან არ დაგავიწყდეს, კარგი? თქვენ ცოლი და ქმარი ხართ. რთული პერიოდი გქონდათ, მაგრამ ახლა ბედნიერები ხართ. ძალიან გთხოვთ, თქვენს ძმას დაეხმარეთ. კარგი? კარგი. ძმაო, იქნების მაინც მეთხრა სად მივდივართ, ან როდემდე უნდა ვიარო. კარგი ძმაო, თავის ოჯახთან ერთად ერთ პატარა ქალაქში ცხოვრობს და იქ მივდივართ. სად? დრაგელში. დრაგელში? ხო. სად იპოვე ეს გოგო? ან ცოლად მოყვანა, რატომ გადაწყვიტე? სასწავლებელში ერთად ვსწავლობდი და იქ გავიცანი. ძმა ოზან გისმენ? შეგიძლია სადმე გააჩერო. შოკოლადებს და ყვავილებს ვიყიდი. ხელსარიელები ხომ არ მივალთ. უხერხულია. რა თქმა უნდა, როგორც ეთქვი. ყველაფერი ისე იქნება, როგორც გინდა. ყვავილებსაც ვიყიდი და შოკოლადსაც ძმაო, კარგი. ჩემი ლომი ძმა, ჩემი ძმა. ო, შენი ლომი, შენი ძმა. აბა რა. კალამი მომეცი. აი ასე. მენეგშე 50% ჩემია. რას აკეთებ? დანარჩენი ჩემია. შენი ადგილი იცოდე. შვილო, სახელი მაჩვენე. ნახე? ბებელაც მევახატე. ღმერთმა არ დაგწყევოს. სიღარიბე. ღარიბულია. ვის შემოგხედავს სერიოზულად, როცა მე შემომხედავენ? ჩემს ძვირფას მხარეს შეხედეთ და მე ამისას. შენ სერიოზულად ვინ აღიქვამს? ფეხებსაც ვერ აწვდენ. კარგი დედა, ნუ მიაქცევ ყურადღებას. მოიცადე, დაგეხმარები. აი ასე ჯობს. ჯობს დანებდე ზუმრუთ. ჩემს სავარძელს მოგცემ და 2 საათი დაჯექი. ნახე რას აკეთებს. ზღვარს არ გადმოხვიდე. იცოდე და გარტყამ, გესმის? შენი ადგილი იცოდე. მომშორდი. არა, ეს ჩემი მაგიდაც არის, მორჩა ზუმრუთ. გეყოფა. პატარა ბავშვები ვითხართ, გეყოფათ უკვე. ბავშვებო, გეყოფათ, ნუჩხუბობთ. შვიდად. რაღაც მოვიფიქრა. გონი კარგი იქნება თუ გარეთ გაბრძანდებით. კარგი აზრია. თქვენ ხომ მმართველები ხართ? მერე გაისეირნეთ, გაიგეთ რა სჭირდება ხალხს. ხო, კარგი აზრია, უნდა გაიგოთ. აბა აქ ჯდომით არაფერი გამოვა, გადაგაყენებენ. შენთვის აზრი არ მეკითხავს. შენი იდეა მომწონს, წავალ გავივლი. ოჯახ შვილო, ოჯახ. ახლავე წავალ და ვნახავ რა სჭირდება ხალხს. მოიცადე, სად მიდიხარ? მე მივდიოდი. კარგი ხო არის ჩხუბოთ, შვიდად. ეკო, მარტო არ დატოვოთ, თორემ რაღაც საშინელება დატრიალდება. ქალბატონო ჩაგლა, ბატონო ზანთან ხართ? დიახ. ახლა ხანს გავიდა. სად წავიდა? არ ვიცი, ქალბატონეს რასთან და ერთ ბატონთან ერთად წავიდა. ერთად წავიდნენ? დიახ. ვინ ბატონთან ერთად? არ ვიცი, მაგრამ ძალიან უცნაური კაცი იყო. ღმერთო ჩემო. კარგი, მე ვნახავ. მადლობა. სათხარ ეს რა? ჩინარ. გაია? შენ აქ საიდან გაჩერდი? მე სულ აქ ვარ, ჩინარ. შენს თვალწინ. იცი რა ვიფიქრე?
ერთად ხომ არ ვივახშმოთ. ახალი რესტორანი გაიხსნა. დავაგემოვნოთ. დანარჩენებთან ერთად ყველა წავიდეთ არა? არა ძვირფასო. დანარჩენები რაშვაში არიან. მე და შენ ვივახშმოთ. ძალიან ბევრი საქმე მაქვს გაია. ო არ მოცალია. დედლაინამდე უნდა მოვასწრო. კალბატონ ჩაღლასთან დოსე უნდა შევიტანო. ახლავე უნდა წავიდე. კარგი? მაგრამ მადლობა დაბადიჟებისთვის. კალბატონი ჩაკლა. კალბატონი. Ay bu Aykut da hep şikayet. Hayır haklı olduğu yerler var. Ben ikna oldum, doğru söylüyor. Bunları doğal ortam. ნახე, დაიწყეს. აბა კალბატონებო, რა გადაწყვეტეთ? პირველად რას გააკეთებთ? აბრით უნდა დავიწყოთ. მართალია, ყველაფერს ჩამოვხსნით და მოოქროვილ აბრებს დავკიდეთ. Onların yerine altından tabelalar yapalım. როგორია? ზუმრუდ რას ამბობ? უბრალოდ ბინძური აბრები უნდა ჩამოვხსნათ. ერთნაირები დავკიდოთ და რაიონი გავალამაზოთ. Geldik. ჩამოხვედი? Geldik. ჩამოხვედი მენექშე? Ya sen კარგი რა. რა მოსაწყენი ქალი ხარ? ჯობს მთელი რაიონი სასაფლაოდ გადააკეთო და ყველა ჩაგმარხო. მაინც მოკვდებით მოწყენილობისგან. შენ რა იდეა გაქვს? მეტი მითხარი. ჩემი იდეა? მაქვს შესანიშნავი იდეა. მინდა მთელი რაიონი ოქროში ვაბანაო. ყველაფერი ოქროში ჩავსვა. მინდა რომ ყველაფერი ანათებდეს, ბრწყინავდეს. ეს სიღარიბე უნდა ჩამოვირეცხოთ. ხომ გესმით ჩემი? მინდა როცა ადამიანი ჩვენს რაიონში ფენს დაადგამს, სიმდიდრე იგრძნოს. რატომ? იმიტომ რომ ზუმრუდ კორფალია აქაურობის პრეზიდენტი. ეს ავყაროთ და ამის მაგივრად ოქროს ზოდები დავდოთ. altın varaklar yerleşecek. როგორია? მოგწონთ არა? ყველაფერი წითელი იქნება. წითელი? ო, ყვითელი სიღარიბის ფერია, ვერ ვიტან. წითელი მინდა, სიმდიდრე. ზუმრუდ ავად ხარ, გეფიცები ავად? Değilim. არა, მე მდიდარი ვარ. მე ყველაფერი მაქვს. ეს რა და ოზანი დაქორწინდნენ? ეს რა არის? Zümrüt teyze bilseydin onlara altın takardın. ღმერთო რა ლამაზი ფოტოა. ძალიან კარგები არიან, არა ზუმრუდ? დედა, Anne bayıldı. დედა გონება დაკარგა. გონება დაკარგა? რა თქმა უნდა. წყალი, წყალი. Net bir bayıldı. Senin yüzünden. ყველაფერი შენებრალია ეს რა. უკაცრავად? თავში რომ არ ჩაგერტყა, ახლა აქ არ ვიქნებოდით. შვიდად ოფისში ვიჯდებოდით. როგორ შეგიძლია ყველაფერში მე დამადანაშაულო? თუ გიდე გაჩენის დღეც დამიწყევლე. ბედნიერი იქნებოდი რომ არ გავჩენილიყავი, არა? ისმენ დედა. შვილო ხომ გაგავთხილე სამსახურში არა იყო ნომეთქი. Ne yaptın? რა გააკეთა? დაგაშანტაჟა? სიმართლე მითხარი. ძალით ჩაგაცვა სიძის კოსტიუმი და ცოლად გამოყვა, არა? Anneciğim sen დედა ბანერი ნახე არა? ხო, ვნახე. ვნახე და ნეტა არ მენახა. შვილო როგორ შეგიძლია ორჯერ ერთი და იგივე ტკივილი მომაყენო? რა გააკეთე შვილო? ეს გოგო ისედაც შენი სუსტი წერტილი იყო. სიგიჟემდე გიყვარდა. მის სახთან ათენებდი წვიმაში და თოვში. მაშინ უნდა მეცემე. მაშინ უნდა შემეჩერებინე. მაგრამ საიდან უნდა მცოდნოდა რომ აქამდე მივიდოდა ყველაფერი. თუმცა არა, უნდა მივხვდარიყავი სულ ეს რა რომ გეკერა პირზე. დედა კარგი გეყოფა. საკმარისია. არ გავჩნდები. ახლავე წადი და ეს ქორწინება გააუქმე შვილო. ყველაფერი გააუქმე. მიდი, მითხარი რომ გააუქმებ. გთხოვ, არა წენინო დედას, მიდი დამპირდი. მიდი შვილო, მიდი მითხარი. Anneciğim saç. კარგი დედა გავაუქმებ. Ya daha neler? დედა რა სისულელი არ დავქორწინებულ ვართ. ფოტოსესია იყო რეკლამისთვის. ანუ რეკლამაა? მართლა? შვილო თავიდან მე რატომ არ მითხარი? ან სხვა გოგოსთან გადაგეღო ფოტო? არ შეიძლებოდა ასე? მაგალითად ჩაგლა. ლამაზი გოგოა. მასთან ერთად გადაგეღო. Tamam. კარგი დედა. ახლა არა მოცალია. უნდა წავიდე. Ne? რა? Esra ne? რა ეს რა მედიავა მითხარი? მართლა წვიმაში და თოლში იდექი ჩემს საფთან. Yağmurda, çamurda beni mi bekledin sokaklarda ha? Ya sanki. ეს რა გამნე რა არის ოდე? Ama hiç. მაგრამ ყველაფერი წარსულში დარჩა. აჯობებს შენც დაივიწყო. Eridi gitti. Ay tamam anladım. კარგი, გავიგე რომ ვეღარ მიტან. Tamam. გავიგე. Aç şunun ბლუთუზი ჩართე, ტელეფონს დავაკავშირე. Niye bağlanacak? რა გინდა? Ne demek niye ya? ყველაფერს რატომ მეკითხები? ჩემი პლეილისტი მინდა ჩავთო, ისედაც თქვენთან ერთად მგზავრობ. Bir sürü yol var. დასტრესილი ვარ.
წინ კიდევ გრძელი გზა გვაქვს. კარგი, მიდი ჩართე. Tamam şuradaki. მიდი ჩართე და დაუკავშირდები. დაუკავშირდი. Olmuş mu? გონი კი? Oldu herhalde. Olmuş değil. Ha olmuş. Tamam. Ha? Tamammış. Neymiş? რა მოხდა? უბრალოდ რეკლამა ყოფილა. რეალობასთან კავშირი არ აქვს. თუმცა ეგ ისედაც ვიცოდი, ჩემ შვილს ეს გოგო რაში სჭირდება. ზუმრუთ, რატომ არ გისმის ჩემი სიტყვები? არ მისმენ, დაბრმავდი და დაყროვდი. ეს რამ მე მითხრა, რომ გადაღება გქონდათ. შენ სულ ოზანის სახელს გაიძახი, მაგრამ საერთოდ არ იცი რა ხდება მის ცხოვრებაში. ყოველად ლაპარაკობ. ფუტლი არის ხარ ძვირფასო. დროებით. იმიტომ არ ვამბობ, რომ ჩემი შვილია, მაგრამ ნამდვილ პრინცესას გავს. რა ტანი, რა სიმაღლე, რა სახე. ხო, დედა, მართლა ძალიან ლამაზია. Efendim გისმენ დედა? ჩემო დედოფალო, ჩემო პრინცესა. რა ლამაზი ფოტოა. შენ და ოზანი ძალიან ლამაზად გამოხვედით. ერთმანეთს როგორ შეეფერებით ჩემო სიცოცხლე. მისმინე შვილო, მაშინაც იგივეს გეუბნებოდი. არ უნდა დაგენგრიათ ოჯახი და უფიქრებლად მოიქეცით. ნახევარგზაზე დარჩით. ხედავ, ასეთი დედებიც არსებობენ. რა თქვი? არა დედიკო, არაფერი. ალბათ აფიში ანახე და ამაზე ამბობ არა? Ne gördün herhalde onu dedim. ხო, ნამდვილი დედოფალი ხარ ჩემო ლამაზო. ძალიან ლამაზი ფოტოა. ახლა მივხვდი რაც გჭირს. გადაღებაზე გადაერთე. ამ ამპლუას მოერგე და სულ ოზანი ამიტომ გესმის და გილანდება. ომასია. რას ამბობ დედა? როგორ უნდა გამოვთო? გამორთე ბლუთუზე. დედა ჩემს ცალკე მინდა ველაპარაკო. რას ამბობ დედა? შვილო დაიბენია რა? მიდი საყვარელო, მითხარი მე ვარ დედა შენი. მითხარი ისევ გიყვარს შენი ქმარი. მიდი. Anne çekiyor დედა, hala. აღარ იჭერს, უნდა წავიდე. დედა გათიშე, თორემ ტელეფონს გადავაგდებ. გესმის? არ მცალია. შვილო, რატომ ბრაზობ? დედა შვილურად ვლაპარაკობდით. მე რა მოხდა? გული ხომ არ აგიჭუყდა ჩემო ანგელოზო? დამაცადე. გული აგიჭუყდა დედიკო. Ah kapandı. გაითიშა. Ne gülüyorsun? რა გაცინებს? Istemem kızı vallahi. იცოდე ნუ იცინით რომ ყველაფერს ჩაგიშლი. Demek sen ანუ ყველგან ოზანი გესმის და გელანდება. Esra ekmeği. ეს რა შეგიძლია პური მომოწოდო. რა ოზანი? ასე იყო რა? არა. Allah Allah. ღმერთო ჩემო, ვერც კი ხვდება რა დღეში ჩამაგდო. O zaman dedi ეკო რაღაცას ბუყუნებდა და ოზანი მომესმა. სულ ესაა. სიზმრიდან გამომყვა რა ვქნა? ანუ დაგესიზმრე? Anlatsana. რა ხდებოდა? Ne yapıyorduk çok მიდი აბა მომიყევი. Ne yapacağız? რა მოხდებოდა? Şirkette ოფისში ვიყავით როგორც ყოველთვის. Beni odana მე შენ დამიძახე. მერე? sonra? Sonra ne არა olacak? მერე. Azarlıyordum. ცუდად მომეკეცი, მეჩხუბე როგორც ყოველთვის და ნერვები მომიშალე. სიზმარშიც არ მასვენებ, ხომ ხედავ? Vermiyorsun ya şuna bak. Tabii tabii. ხო, რა თქმა უნდა. გასაგებია. რა არის გასაგები? არაფერი გავიგე. ძმა არ მინდა გაგაწყვეტინოთ, მაგრამ 200 მეტრში უნდა შევხვიოთ. Dönmemiz lazım şuradan. Tamam. კარგი? Az kaldı zaten. თითქმის მოვედით. Geldik. მაშინ აქ მოვხარ. Oradan döneyim. მაშინ მეთქი, თქვი, შენ რა გაიგეს რა? ოზანი? Ozan değil. O zaman döneyim. Sen yine Ozan anla ama Evet Ozan çok. ო ოზან, ხო? o zaman Ozan. ოზანი ლამაზი სახელია. ძალიან სასაცილოა. Gel gel. მუცელი ამტკივდა. Komikti rüya. მე მეცინება. Değil mi? Suscan mı? შეგიძლია გაჩუმდე. Ya bırak. არა. ოზან რატომ არ პასუხობ? Ne? Kahve misin? ყავას არ შევკვეთავ? Yani içerim tabii. რადგან ასე დაეჟინათ და ლევქალბატონო ჩაღლა. ჩინარ ჩემს კაბინეტში ისე ხშირად შემოდიხარ სხვების ყურადღებას მიიქცევ, ხვდები? Ya ne oldu? ახლა რა მოხდა? გაბრაზებული რატომ ხარ? ოზანის გამო. სადღაც წავიდა. ეთქვა გავეფრთხილებინე. ვურეკავ და ვერ ვუკავშირდები, ნერვიულობ. ეს რამ მითხრა ყავაზე გავალო და ჯერაც არ მოსულა. ესრა და ოზანი ერთად არიან ვიღაც ტიპთან ერთად, რომელზეც წარმოდგენაც არ მაქვს. პენარმა მითხრა სამივე ერთად გავიდნენ ოფისიდანო. ვიფიქრე საქმიანი შეხვედრა გქონდათ მეთქი, მაგრამ მე რატომ არაფერი ვიცი? ოზანს მდივანი არ ყავს? რატომ წავიდა ესრასთან ერთად?
ვერაფერი ვერ გავიგე. მეც ასე ვფიქრობ. ოზანთან რამე ურთიერთობა რომ მქონდეს, ვკითხავდი, მაგრამ არ შემიძლია. კარგი, მე ყავა შევუკეთე. დავლიოთ. ჩინარ იქნებ ფეხები ჩამოიღო და გინახავენ. მედი. რა დაიწყე. ძალიან ცხელა რა. დიახ, ძალიან ცხელა. ამბობენ წელს ყველაზე ცხელი ზაფხული იქნებაო. მეც ძლივს სუნთქავ. მეც ხანდახან ნიავი უბერავს, მაგრამ რა გინდა, არ ისუნთქება, ძალიან ცხელა. ძალიან. ძალიან ცხელა. თუ ყველა ერთ აზრზე შევჯერდეთ და გადავწყვეტეთ, რომ ძალიან ცხელა იქნებ, დავიწყოთ. რა? ის. რა თქმა უნდა. ჩვენი სტუმრობის მიზეზი ცნობილია. ჩვენი ბიჭი იუსუფი. გოგო მელთემი. და მელთემა ერთმანეთი ნახეს და შეუყვარდათ. სად ნახეს? როდის ნახეს? ვინ ნახა? სად შეხვდნენ? არა, არ ხვდებოდნენ ერთმანეთს, უბრალოდ ერთმანეთი ძალიან შორიდან დაინახეს. ძალიან შორიდან. იუსუფმა და მელთემმა ერთმანეთი ძალიან შორიდან დაინახეს. შენ გაჩვენდი. ვიცი, სადამდე მიყავს ლაპარაკი. სანამ ღვთისნებაზე დამიწყებ, მანამდე ერთი რამ მითხარი. რატომ და გავატანო ჩემი ლამაზი გოგო თქვენნაირ ხალხს? არც კი ვიცი რას აკეთებთ. შეხედე რას გავს. მართალია. დიახ, მართალი ხართ. ფული არ აქვს და არც სამსახური. მაგრამ მეც აქედან დავიწყე. არაფერი არ მქონდა. ახლა კი საკუთარ კომპანიას უმართავ. ახლა კომპანია გაქვს, მაგრამ მანამდე როგორ ცხოვრობდით? რა სჭამდით, რა სვამდით? მომისმენე. იცოდე, ჩვენ ერთადერთი დაგვყავს. მართალია. მიდი ოზან უპასუხე, როგორ ცხოვრობდით? მე და ჩემი ცოლი მუშაობდით. ერთმანეთს გვერდში ვედექით, წარმოგიდგენიათ. ყველაზე რთულ პერიოდშიც კი არ მეუტოვები ვარ. ქორწინების ფიცი ბოლომდე შეინახა. ბევრს მუშაობდით. 2-3 სამსახური მქონდა. ყურუშიც კი არ გაგვაჩნდა, მაგრამ ოზანი იმედს არ კარგავდა. და არ დაგავეცდეთ, რომ ეს რა იმ პერიოდში. იმდენად გამგები და კარგი ცოლი იყო. ღმერთო, ის პერიოდი ძალიან მენატრება. არა? ანუ ერთმანეთი ძალიან გიყვართ. ძალიან. უზომოდ. ჩემი ქმარუკა. ცოლუკა. ქმარო. მომწონხართ. მიდი, მომიყევი ერთმანეთი როგორ გაიცანით. როგორ მოხდა თქვენი ამბავი? და ერთ რაიონში გავიზარდეთ და ბავშვობიდან ვიცნობდით ერთმანეთს. ბავშვობიდან ერთ რაიონში გავიზარდეთ. ეგ არ მაინტერესებს. მე გკითხეთ ერთმანეთი როგორ შეგიყვარდათ მეთქი. თქვენს ისტორიასაც ხომ აქვს დასაწყისი? მიდით, მომიყევით. დიახ, აქვს. არასდროს დამოვიწყდება დღე, როცა ესრა შემეყვარდა. მე პატარა ვიყავი. მამამ დაგვდოვა. იმ დღეს დედა ძალიან ტიროდა. მე კი ვეღარ მოვითმენე და რაიონში გავედი. მამა შენი წავიდა? ჩემთან ისო მოსულები იყვნენ, მაგრამ ჩემი განძი ვერ წაიღეს. როგორ? გინდა გაჩვენო? ცუდი რაღაცები არ ეკარება. მეთხრა იმ ხალხს, სადაც ემალებოდა, იმისთვის რომ ხასიათზე მომეყვანე. მან თავისი საიდუმლო გამარჯვა. მან ჩემი ტკივილი გაიზიარა. როცა ესრა ჩემს გვერდით არის ყველაზე ბედნიერი კაცი ვარ ამ ქვეყნად.
Dünyanın en mutlu არ დამვიწყებია. unutmuştum değil mi? არ დამოვიწყდება. რა საყვარლები ხართ? ასეთი შეყვარებული წყვილი დიდი ხანი არ მინახავს. Kız hanım, აბა ახლა შენ. sen de böyle Ჩემს sırık გოგოსაც gibi ასე sevebilecek შეიყვარებ? kızcı mı benim, ha? Sevmem. დიახ, რა თქმა უნდა. Severim tabii. მთელი გულით მოყვარება. Meltem olduysa მელთემსაც უყვარვა. ben ona deniz მისთვის olurum. ყველაფერს გავაკეთებ, ზღვა გავხდები და გეყობა ბოდვა. აბა მაშინ? გატანთ. ღმერთო ჩემო, გაიგე საყვარელო. გესმის, არის. მომათხოვეს. უნდა გაგოცოთ. არ მეგონა თუ ასეთი მარტივი იქნებოდა. როგორც იქნა სახლში წავალთ. გარი გააღეთ. ღმერთო ჩემო, რა ხდება, რა ხმა, ვინ არიან? გიჟია სამი იქნება. რა, ვინ არის გიჟია სამი? სოფლის გიჟია, წავალთ ნახავთ. მოიცადე, სად მიდიხართ? მოიცადე, შენ სად მიდიხარ? ოზან, სად მიდიხარ? საით. გააღეთ. ასამ. რა გინდა რისთვის მოხვედი? ჩემის დასაღებად, ხელცარილი არ წავალ. წადე აქედან, მუშობდი ჩქარა. მაინც წავიღებ, წადი მეთქი. დაიკარგე აქედან. რას დაპირდი? რას ნიშნავს რას დამბირდი? შენ არ მომეცი? რა მოგეცი? პირობა, რომ ჩემს მელთემს გამატანდი. მის სასაყვანად მოვედი. ჩემი მელთემი უნდა წავიყვანო. გამოიხედე, რას ბოდავ. შენ თუ გიჟია სამი ხარ, იცოდე არც მე არ ვაკლებ. კარგი ძმაო შეეშვი. გაჩერდით. ასი, მე არაფერს დაპირები ვარ. ნუ იგონებ. გოგოს არ უყვარხარ. რას ნიშნავს არ მოყვარვარ? წადი აქედან. არ სადაც არ წავალ. დღეს ჩემი საცოლე უნდა წავიყვანო. თან ქალს როდის აქეთ ეკითხებიან რა უნდა? ადგება და წამომყვება. არას ბოდავ. გოგო ვისაც უნდა იმას აირჩევს. ნერვებს ნომიშლი, თორემ მე შენ გაჩვენებ. თუ შენ გიჟია სიმი ხარ, მე უარესი ვარ. თავს გაგიტეხა. ო, სიმართლეს გეუბნება. შენ ვინ ხარ? რა გინდა? წადი რა შენ საქმეს მიხედე. სახლში წადი, რამე გააკეთე. წყობიდან არ გამომიყვანო. ეს რა კარგი გეყოფა, საკმარისია. ასეთი შეუგნებელი რატომ ხარ? ახლა ვეწადი აქედან ჩქარა. მიდი აბა მაჩვენე რა შეგიძლია. შენ იცოდე სიმაღლემ არ მოგატყუოს, გესმის? მე რომ მეჭიმები, შენი ბატკანი გააჩუმე. რა? ვინ არის ბატკანი? მოდი აქ. კარგი ეს რა, კარგი, გეყოფა და მშვიდდი. მოდი აქ, მოდი და ნახავ რასაც მიიღე. შეთხაო. ელიფ, პირველმა დღემ სწორედ ისე ჩაიარა, როგორც გვეგონა. იჩხუბეს და დაიშალნენ. ახლა უკვე საქმეები ჩვენზეა. საქმეები ჩვენზეა. ეკო ვერ ხედავ, რომ მარტო მე მუშაობ. ხედავ და ძალიანაც გიხდება. უფრო ლამაზი ხარ. მაგრამ დამხმარეებმა გასამჯელოს გარეშე რატომ უნდა იმუშაონ? ჩვენც ხომ უნდა დაგჭირს რამე. ამიტომ იქნებ ხელფასი მოვითხოვოთ. Bu danışmanlar için bir maaş kalemi ayıralım. Ha? ჯებს ხელფასი დაივიწყო. ბიუჯეტ შეხედე. 1994 წლის ვალი აქვთ. კარგი რა, ეს დაივიწყე ძველი ვალია. წინ ეყურე, მომავლისკენ. Nereye bakıyoruz biz? ვერ ვხედავ, ამდენი ფული რაში დახარჯეს. ვუყურებ და რაიონში ლამას ვერაფერს ვხედავ. Ben de bakıyorum. მე კი უყურებ და მგონი საკუთარ თავს შეურაცხყოფას აყენებ. მოგცე რჩევა. კი, მე და შენ ვალებს უნდა მივხედოთ. Evet, hayırlı ო, olsun. ანუ ეკონომიკური პრობლემა ერთად უნდა გადავჭრათ. Çözeceğiz. ხო, Bir konu hakkında რამე იდეა არ გვაქვს, მაგრამ რამეს მოვიფიქრებთ. დაკვირვებული ხარ, რომ სწორედ ასეთი რაღაცეები ერთმანეთთან გვაახლოვებს. მისმინე. გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ. არა ჩაი უნდა დავლიო. ახლავე შეუკვეთავ. çay istiyorum. Kızım. გოგონე, ორი ჩაი შემოგვიტანეთ. Kızım yok. არავინ მიპასუხა. ეკო, საკუთარი თავის ბარისტები ჩვენ თვითონ უნდა ვიყოთ. Tamam. კარგი, რადგან ასეა, მაშინ გავალ და ჩაის გავაკეთებ და მერე მოვალ. ახლავე მოვიტან. მე ძლიერი არ გამიკეთო. კარგად ხარ? კი, კი, კარგად ვარ. ერთი დარტყმით დააგდე.
ჩვენ სათვალეებიან ოზან შეხედეთ, როგორი დამრტმელი კაცი დამდგარა. სამაგეროთ შენ ხარ იგივე ესრა. არასდროს ჩუნდები. ამ გიჟმა რა აღარ მითხრა, შეურაცხყოფა მომაყენა, უნდა გავჩუმებულიყავი? ესრა როცა გეუბნებოდი გაჩვენდი, მეთქი უნდა გაჩუმებულიყავი. ერთხელ მართლა მომკლავ. უკვე მე რამდენი დაგეთებ ამას. ის განათება მე ხომ არ დაგადე თავზე. რა შუაში ვარ? Tamam Esra. კარგი ესრა, კარგი. İyi geldi mi? ხელი უკეთ გაქვს? Yok ya ხო, tamam. არაფერია. კარგად ვარ. Ozan, ოზან, teşekkür ederim. მადლობა. Bravo Esra. ბრავო ესრა, ბრავო. როგორც იქნა გაგახსენდა. Fırsat mı verdin? დრო ხომ მომეცი? რა დრო? ლომო. ნამდვილი ლომი ხარ. ერთი დარტყმით ადგილი მიუჩინე. კარგი ნუაზვიადებთ. Üzülecek bir şey değil. Dert etmeyin. აბარას ამბავ. ადექი, მივდივართ. სად? Madem erkek რადგან ბეჭეს მხარ ხარ, სტუმართ მოყარება უნდა გამოიჟინოთ. აქასია მიღებული. çok არა, წინ გრძელი გზა გვაქვს, უნდა წავიდეთ. არა ესრა. Tabii tabii. ხო, გვეჩქარება. ხო, რადგან ვთქვი წავედით, მეთქი ესე იგი უნდა წავიდეთ. სამოდი. სუფრა უნდა გავშალოთ. ესრა. წარმატებები ოზან. დედა, თავმჯდომარე კი გახდი, მაგრამ სალაროში ფული მაინც არ დევს. Derneğin kasasında 5 kuruş yok. Ne yapayım? Ara okna eko. Puli movcra. Bastırayım anneme ha? Yani güzel. კარგი იდეა. არა, შენ გეცინება, მაგრამ რეალურია. ასე გაგრძელება არ შეიძლება. თავმჯდომარის ფული სჭირდება. სხვანაირად ვერ ვიცხოვრებთ. Şartlarda derneği yaşatamayız. Benim მე param ფული var. არ მაქვს ეკო. Kuzum başkanımdan. წადი და მდიდარ Sen პრეზიდენტს git დაელაპარაკე. başkanı anlat. Aa, evet. მართალია, Doğru დეიდა söylüyorsun. ზუმროტი ამ პრობლემას მოაგვარებს. ქალი ფულს შვილს ეძახის. Diyor, kesin çözer. Eko, ეკო, ამდენ ლაპარაკს ჯობ შენ ჭუჭყიანი დასაცმელი მომიტანოს, სანამ გარეცხვა გადავიფიქრე. Anneciğim დედა, მე კარიერაზე გელაპარაკები და შენ ჭუჭყიან ტანსაცმელზე. ასე როგორ შეიძლება? Ne kokuyor? რა სუნია? რა? Ne bu Ne? რა ხდება? Babanın gömleği. მამა bu. შენის პერანგი არ არის? Eko. ეკო, ეკო რა სუნი აქვს? ნახე, უსუნე. დედა, რას ეკეთებ? უსუნე. კარგი სუნი აქვს. Güzel. Yani ო, güzel kokuyor. მომწონს. Sümbül mü desem- კარგი სუნი აქვს. Ya senin mi desem güzel yani güzel kokuyor. Ya Eko, Eko, baya baya kalis kadın sunamua. kokusu. Sonuç? ანუ, Sonuç. Ano, sen is რომ idiote salaksın xar. oğlum. მამა შენის პერანგს ქალის სუნამოს სუნი რატომ ასდის? Anneciğim babamdan კარგი რა, bahsediyoruz. არ დაიწყო. Allah aşkına, gömleği- უბრალოდ კარგი სუნი აქვს და მორჩა. რა იყო მე რა მოხდა, ნუაზვიადებ. Ne var bunda ben anlamadım ki. საყვარელო, მოვედი. Yalçın. იალჩინ, Yalçın, იალჩინ, ეს რა არის? Ne bu? პერანგია. Ben onu ეგ mu ვიცი, soruyorum Yalçın? რა Bu სუნი gömlek აქვს ამ ne პერანგს? kokuyor? Ben kokmadım. ჩემი სუნი არ არის, ვისია? Anne kırdın დედა, ასე ცხვირს გაუტეხავ. Ne kokuyor? მენექშე, twინამდე რატომ შემთხარეს პერანგი, რა სუნი აქვს? ღომერთო ჩემო. ღომერთო ეს შენი Ayşe, ფატმა, ებრუ, სენა მითხარი რა ქვია ახლავე? საყვარელო რა სისულელია, საიდან მოიტანეო? პარიკმა ხერთან ვიყავით, მაგრამ შემეჭრა. ხოდა იმან დამასხა. მენექშე, კარგი რა. გემოდარები მენექშე რა შიმდე ბრალს. არ გააგრძელო, თორემ მართლა ძალიან მეწყინება. ეს გამომართვი და მედი გარიცხა. აიღე, მე წავედი. Yani söyledim. ხომ გითხარი არა, სულ ტყუილა დეჭყობე კაც. ხედავ როგორ აწყენინე. დებილი ხარ? მამა შენმა თმა ერთი კვირის წინ შეიჭრა. ეს სუნი ახალია. ანუ, ანუ, მამა თავის დალაკს სხვა დალაკთან ღალატობს. იდიოტო. სულელო. Mis gibi kokuyor. შვენერი სუნი აქვს, ვერ ხვდები რატომ ჩაიციკლა. ძმაო, პირველად რომ ჩამოხვედი, სერიოზულად არ გეგვი. ვიფიქრე ქალაქელი ბიჭია მეთქი, მაგრამ კარგი ადამიანი ყოფილხარ თურმე. Eyvallah. მადლობა, მაგრამ მე ისეთი არაფერი გამიკეთებია. რძალთან ცოტა ფრთხილად. კალს გრძნობები არ უნდა აჩვენო, თორემ ძალიან გაგაწამებს. ეს გაითვალისწინე. Gösterirsen vallahi canına okur. Anlamazsın be ya. Kokuyor zaten. ო, ისედაც მაძამებს. ცოტა მკაცრი უნდა იყო. Burada benim sözüm თქვი რომ შენი geçerli. სიტყვა გადამწყვეტია. Sen hariç de. ე შენ Vallahi არ bizim გაბედო sözüm და açılırsa- ჩემს დას არ აწყენინო, თორემ ლავაში ვით გაგაბრტყელებ. ნამდვილად. კარგი ძმაო, კარგი, გასაგებია.
არაჩვეულებრივი სუფრა იყო, დიდი მადლობა მასპინძლობისთვის, მაგრამ ახლა ჩვენი წასვლის დრო არის უკვე. უნდა წავიდეთ. ცოტა ხანს კიდევ დარჩენილიყავი ძმაო. არა, წინ გრძელი გზა გვაქვს. კარგი რა, დაჯექი. დილიდან რაზე გველაპარაკები? ო, მაგრამ დაჯექი მეთქი. ეს რა მელოდება, დაჯექი. დაგელოდება აბა სიზამს. დაგელოდება და უფრო დაგაფასებს. მიდი აბა. დაასხე დავლიოთ. კარგი, რადგან ასეა, მაშინ ცოტა კიდევ დავლიოთ. ო, აბა რა. ეს რა, შვილო, ჩვენი ბაგიდან დაგიკრიფე. ძალიან გემრიელია, მოგეწონება. Dadına doyamazsın. Ye bak. Ay çok sağ ol. გმადლობ დეიდა, ძალიან მიყვარს. Severim ha.